ისევ ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით მინდა რა ვილაპარაკოთ, მთავარი სიუჟეტს უყურებდი და ვიცი მეცინებოდა ბოლოს რა ის სასაცილოები არიან. ცდილობენ რომ გამოიყვანონ ვითომ ვიღაც ჟურნალისტი ქალბატონი დაიჭირეს იმიტომ რომ რეჟიმის მსხვერპლია და ისევ თავისივე კამერით იღებენ ეს ქალი პოლიციელს როგორ ურტყავს ხელს. აი ეგ არის მაგათი შინაარსი და მაგათი ჭეშმარიტი სახე და სიმართლე რაც არიან. ჯერ იმ ქალბატონს გაუმართლა რომ მართლა საქართველოში შეემთხვა ეგ ამბავი და სადმე სხვაგან არ იყო თვითონ რომ ძალიან დემოკრატია გონიათ სადღაც აი იმ ქვეყნებში რო არ შეემთხვა ეგ მადლობა თქვას და გაბედონ და ჩავიდნენ და ან ევროპაში და ან ამერიკაში და ან სადმე პოლიციელს ხელი გაარტყან და რას დამართებენ მერე ნახავენ კარგად. სახელმწიფო თუ დროულად არ გადადგავს ნაბიჯებს და პრევენციას არ მოახდენს იმისა, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ის, რასაც ჩალიჩობს ოპოზიცია და რას ჩალიჩობს ოპოზიცია. ოპოზიცია ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსხვერპლი გაჩნდეს, სისხლი დაიღვაროს. ეს მე რასაც ვიძახი, არც ვაჭარბებ რამეს და არც გადაზედმეტება არ არის. ისე მიდის პროცესები, რომ დიდი შანსია ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და სადღაც სისხლი დაიღვაროს. აი აბუდაბის მაგალითზე, აი ეგრე ვიღაცა, ვითომ ძალიან ევროპელი თუ შიგ ევროპელი თუ როგორც ქვიათ, მივა ვინმესთან და ისეთ შეურაცხყოფას, მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, რომელსაც შეიძლება ცოტა სუსტი ნერვების და როგორ თქვა, თავშეკავების ადამიანი აღმოჩნდეს და აი ამან გამოიწვიოს ტრაგედია და რამე უბედურება დატრიალდეს. ამას ჩალიჩობს ოპოზიცია, ამას ჩალიჩობს გირჩი ზურა ჯაფარიძე, ამას ჩალიჩობს ელენე ხოშტარია, ამას ჩალიჩობს პროვოკატორი ელისაშვილი და მაგას ჩალიჩობს აი ეგ სრული ნაციონალური მოძრაობა. ამას ჩალიჩობენ როგორც ესე მათი მხარდამჭერების საშუალებით, ასევე ამას აკეთებენ და ამ პროვოკაციებს ახორციელებენ ტელევიზიების საშუალებით და იმ ტიტუშკების საშუალებით, რომლებსაც ქვიათ რეპორტიორები. აი უზრდელი რეპორტიორები რო ყავთ, გოგობიჭები, უზრდელები, მართლა ბნელები რო არიან, ისეთ კითხვებს რო სვავენ. ეს პროვოკატორები, რა ქვია, რეპორტიორები, საერთოდ ყველას უნდა აეკრძალოს ჟურნალისტიკასთან გაკარება. ეგენი ხო ჟურნალისტები არ არიან. დაუჭერია რაღაცა მიკროფონი, მთავარის ლოგოთი, ან პირველის ლოგოთი და მოგადგება და მოგაყენებს შეურაცხყოფას, 1000 ბინძურეს გეტყვის, გაგლანწყავს, პირდაპირ დაგადგება მიკროფონით და გეჩხუბება და შეურაცხყოფას გაყენებს. ეგ თუ ჟურნალისტიკა, მაშინ არ ვიცი, მაშინ საერთოდ ჟურნალისტი ან ჟურნალისტიკა რას ნიშნავს? მაშინ რაღაცა ხელახალი გადატრიალება მომხდარა ისე ამ ჟურნალისტიკაში, რომ ყველას გძინავს და გველანდება, რომ ეს დედამოტყნულები პროვოკატორები და დეზინფორმატორები არიან. ეგენი არიან ყველა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებლები და სწორედ იმიტომ აჩვენებენ და ქმნიან არმაგედონს ამ ქვეყანაში ყოველ დღე. აი ვინც ამ ტელევიზიებს უყურებს, მაგ ადამიანებთან აი ეგეთი კითხვა მექნებოდა, რომ დაფიქრდით, უბრალოდ იმაზე დაფიქრდით. აი ეგ ტელევიზიები წლების განმავლობაში რეებსაც ლაპარაკობენ და რა სიუჟეტებსაც გადმოსცემენ. აი ეგ ყველაფერი 50%, 20% მაინც მანდედან რომ მართალი ყოფილიყო მთელი ამ წლების მანძილზე, დღეს საქართველოს არ იარსებებდა, აქ დანგრეული, საერთოდ გადაჯიშებული იქნებოდა, გადაბალახებული იქნებოდა მთელი ქვეყანა აქ. აი მაგათი სიუჟეტები რომ რამე ჭეშმარიტება ყოფილიყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ყველაფერს იტყუებიან, ყველაფერს იმას ლაპარაკობენ, რაც აწყობს კეზერას, რაც აწყობს ვიღაცა როტს და ვიღაცა დედამოტყნულებს. აქაც სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება და კეთილი ინებოს და ან ეს პროვოკატორი ტელევიზიები და ეს პროვოკატორი ჟურნალისტები და დეზინფორმატორები ვინც არიან მოაქციოს რამე რეგულაციის ჩარჩოებში ისე რომ ადამიანებს შეურაცხყოფებს არ აყენებდნენ და
არ ეძლეოდეთ საშუალება რომ აი ამდენად თავიდან ბოლომდე ესე უნამუსოდ ყველაფერს იტყუებოდნენ და აი ამ ტყუილებს გადმოსცემდნენ ან საერთოდ დახურეთ და აკრძალეთ და რა გრიგოლია სანაია ნოდარ მელაძე აი ეგენი ვინც არიან რაღაცა ვითომ აი ამ ჟურნალისტიკის მამები და დედები აი მაგათი დედა მოვტყან მე ეგენი არიან პირველი ქვეყნის მტრები და ქვეყნის დამღუპველები და ეგენი არიან სწორედ ის ადამიანები ვინც საზოგადოებას აძულებს ერთმანეთს და ვინც საზოგადოებაში განხეთქილებას თესავს და ეგეთი ჟურნალისტის დედაც მოვტყანდა პოლიტიკოსის და ყველასი ამიტომ ნება იბოძოს სახელმწიფომ და გადადგას დროულად ის ნაბიჯები რაც ევალება რომ სახელმწიფომ გადადგას რაც მალე დაიჭერენ ხოშტარიას ჯაფარიძეს ელისაშვილს მელიას და მაგკავანდას აი მთავებს მით უფრო ნაკლები ადამიანი აღმოჩნდება ციხეში და მით ნაკლებ ადამიანს შეიყვანენ შეცდომაში ეს ოპოზიციის წარმომადგენლები და მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება კიდევ გავიმეორებ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს რომ თავის მომხრეები აღმოჩნდნენ ციხეში იმიტომ რომ მე ამაზე ამათ რაღაცა ამბები ააგორონ და რაც მეტი ადამიანი აღმოჩნდება ციხეში მით მეტი და მყარი ის ექნებათ რაღაც საფუძვლები ესე წარმოუდგენია ოპოზიციას რომ ლანძღოს ხელისუფლება და დააბრალოს ის რომ არის რუსული რეჟიმი სწორედ მაგიტომ იცოდეთ აი ვინც ოპოზიციის მხარდამჭერები ხართ რომ თქვენ ყველა გამეტებული ხართ ციხისთვისაც და სიკვდილისთვისაც პირდაპირ გეუბნებით თქვენ ოპოზიცია გიმეტებთ როგორც სასიკვდილოთ ისე ციხისთვის და აი ეხლა თქვენ დაფიქრდით და შეხედეთ აი ვის გვერდით გეხართ და რა მესიჯებს გიგზავნიან ეგ ადამიანები თქვენ და რას გელაპარაკებიან როგორც ცდილობენ რომ თქვენი ისევ თქვენი სისხლი და თქვენი თანაქალაქელი თქვენი მეზობელი და თქვენი ნათესავი რომ შეგაძულონ და დაგაპირისპირონ სწორედ აი ოპოზიცია ცდილობს მაგას და ოპოზიცია ახდენს განხეთქილებას საზოგადოებაში კარგად დაფიქრდით ამაზე და კარგად გაიაზრეთ 1000-ჯერ იფიქრეთ სანამ აი კონკრეტულად რამე პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგავთ იმაზე თუ რა შეიძლება მოყვეს იმ თქვენ ნაბიჯს ამაზე მინდოდა დღეს მოკლედ მესაუბრა